სურს გაგაცნოთ სრულიად ახალი ხედვის, თაობის, მოწყობის და განათლების ბიზნესმენი. ამ ახალგაზრდა კაცის ოჯახს ვიცნობ და თითქოს ალბათ ბევრი არაფერი უნდა გამკვირვებოდა. რადგან გენეტიკა და ერთდროულად რამდენიმე თაობის გენეტიკა მუშაობს და მუშაობს მწყობრად, თუმცა მას შემდეგ რაც კახი ჟორდანია გავიცანი პირადად, არ დავმალავ და ბევრ ჩემ ახლობელთან და ნათესავთანაც ვთქვი, ნანახმაც, გაგონილმაც, მოსმენილმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მის მშობლებს, ბებია ბაბუებს, დედმამიშვილებს, მეგობრებს, მაკაცებს, ნათესავებს შეუძლიათ იამაყონ ამ ახალგაზრდა კაცის ცოდნით, ზრდილობით, ქცევით, განათლებით და საქმისადმი დამოკიდებულებით. ეს პირადად ჩემგან, რადგან მე ვერ შევძლებდი ამ ინტერვიუს წარდგენას ჩემ პირადი საავტორო წინასიტყვაობის გარეშე. გარდა იმისა, რომ მე და კახი ასე ვთქვათ, ავწდით ერთმანეთს წლებშიც და ასაკშიც საკმაოდ სხვაობაა, მან სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი უნივერსიტეტი საზღვარგარეთ აქვს დამთავრებული დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. შემდეგ უკვე 2015 წლიდან მუშაობს და აკეთებს ბიზნესს შვეიცარიაში, რუსეთის ფედერაციაში, დიდ ბრიტანეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში. ასე გრძელდება დღემდე. საქართველოში ის და მისი პარტნიორები ინვესტიციებით 2022 წელს ბრუნდებიან და იწყებენ ინვესტირებას სამშობლოში. მათ მიერ დაარსებული საინვესტიციო ჰოლდინგი DMG უკვე რამდენიმე მიმართულებაზე კონცენტრირდა. ერთ-ერთია დეველოპმენტი და უძრავი ქონების განვითარება, რომელიც კახი ჟორდანიას და მისი პარტნიორების მიერ დაარსებული კომპანია იმობილიარეს სახელით ხორციელდება. და სწორედ აი ამ ფლაგმანური პროექტის პრეზენტირება და ჯგუფის გეგმების გაზიარება ვთხოვეთ DMG ჯგუფის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს კახი ჟორდანიას, რომელთანაც ინტერვიუ სულ რამდენიმე წუთში იქნება თქვენს წინაშე და მზადდება საეთეროდ. ინტერვიუში პირველად საქმიანი საზოგადოება მოისმენს კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ, მათ შორის კოსტავას 49-ისა და თქვენ წარმოიდგინეთ ლაგუნა ვერეს ტერიტორიის განვითარების კონცეფციას. ხედვა, რომელიც სრულიად განსხვავებულია და მას საფუძვლად უდევს რაღაცნაირად განსხვავებული DNM-ი. და ეს განსხვავებული DNM-ი ჩაიდო იმობილიარეს პროექტებში და ხედვაში, რომელზეც მუშაობს სხვათა შორის აღიარებული ესპანელი არქიტექტორი პაბლო ბოფილი თავის ჯგუფთან ერთად. პაბლო ბოფილის ჩართვებიც გვექნება ამ ინტერვიუში პროექტის თაობაზე, რომელიც თბილისის ჩემი აზრით ერთ-ერთი და ყველაზე გამორჩეული, სრულიად განსხვავებული, თანამედროვე და იმავდროულად კლასიკური სტილით იქნება წარმოდგენილი, როგორც ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული კოსტავა 49-ს ავტორებს, თბილისელ არქიტექტორებს მიხეილ ნაპრენცევის ხელმძღვანელობით. და იმ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც კომპანია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დეველოპერულ პროექტებზე მუშაობს კომპანია იმობილიარეს გულისხმობ. ასევე მოგიყვებით, როგორ დაიწყო DMG ჯგუფის საქმიანობა საქართველოში და რატომ გახდა კოსტავას 49 იმობილიარეს პირველი პროექტი და რას ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ქალაქთან შერწყმა DMG-ს ჯგუფის ხედვით. მოკლედ, საინტერესო ისტორიით, იდეებით და სრულიად განსხვავებული გეგმებით და დამოკიდებულებით. ძალიან საინტერესო ბიზნეს ჯგუფს გაგაცნობთ და გთავაზობთ ინტერვიუს ბიზნესმენ კახი ჟორდანიასთან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა. ერთ-ერთი ლეგენდარული არქიტექტურა საქართველოში და თბილისში. სულ რამდენიმე თვეა, რაც ძირითადად ინტერნეტში ისრულიად ახალი ინვესტორის, იმობილიარე ჯგუფის და რიკარდო ბოფილის არქიტექტურული ბიუროს ავტორობით ტირაჟირებს საზოგადოებისთვის. თბილისის და საქართველოს ამ გამორჩეული ნამდვილად ეპოქალურ შენობასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე
ფაქტი, ეს არის ისტორიული ფაქტი და არც ერთი არ არის ლეგენდა. 30-იანი წლების დასაწყისში ლავრენტი ბერია, არც მეტი და ნაკლები, იღებს გადაწყვეტილებას და ავალებს თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტორს, მიხეილ ნაპრიანცევს, რომ კოსტავას 59 ნომერში აიგოს და შეიქმნას ჩაის ცენტრალური სამმართველო, რომელიც ჩაის ინდუსტრიის სრულად პოლიტიკას განსაზღვრავს და ქვეყანაში მიხედავს. 30-იანი წლების ბოლოს ნაპრიანცევი სხვა არქიტექტორებთან ერთად ამზადებს ყველა საჭირო არქიტექტურულ ნიმუშს და იწყება საძირკვლის გათხრა. თუმცა მშენებლობა რამდენიმე წლით გაჩერდება მეორე მსოფლიო ომის გამო და მისი განახლება მხოლოდ 1950 წლის შემდეგ იწყება. ნაპრიანცევის მემკვიდრეობა 1950 წლის შემდეგ სხვა ქართველმა არქიტექტორებმა გადაიბარეს. მშენებლობა განახლდა საბჭოთა სწრაფი ტემპებით, თუმცა შენობის დეტალებში და არქიტექტურაში მოდის უკვე ისეთი მომენტები, როგორიც არის ტრადიციული ქართული ორნამენტები, რაც იმ ეპოქის ადმინისტრაციული შენობების ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო იყო. მაგალითად, ფასადი გაფორმდა ასევე მონუმენტური კოლონადებით, თაღოვანი სარკმელებით. ეს ყველაფერი გრძელდება იქამდე, ვიდრე საბოლოოდ აქ არ დაიდებს პირველ რიგში ბინას ჩაის ცენტრალური საბჭოთა რესპუბლიკური ტრესტი. შემდგომ უკვე აღნიშნული შენობა ვიდრე დამოუკიდებელ საქართველომდე, ანუ დაახლოებით 2007 წლამდე შეასრულებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციას. წელს აღნიშნული შენობის პრივატიზება ხდება. ანუ ეს შენობა პირველად გადადის კერძო მესაკუთრის ხელში. დიახ, პირველად და არა უკანასკნელად, რადგან შენობამ 5 თუ 6 მეპატრონე, უკვე არც მახსოვს ზუსტად რამდენი შეიცვალა. დღეს აღნიშნული შენობის მეპატრონე კომპანია იმობილიარეა. და მე მგონი დროა უკვე საზოგადოებამ გაიცნოს და იცოდეს იმ ინვესტორების შესახებ, ვინც კოსტავას 59-ში სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. კახი ჟორდანიაკ დაიბადა 1994 წლის 30 ნოემბერს. საშუალო განათლება მიიღო დიდი ბრიტანეთის რუსალ სკულში. უმაღლესი განათლება შვეიცარიის ფინანსებისა და მენეჯმენტის ბიზნეს სკოლაში, IFM-ში. კახი ჟორდანიას საქართველოში 2022 წელს ბრუნდება და პარტნიორებთან ერთად აფუძნებს საინვესტიციო ჰოლდინგს DMG Groups. კახი, გამარჯობა და მადლობა შესაძლებლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა პირიქით, რომ გამოთქვით ინტერესი და გვეწვიეთ დღეს. პირველ რიგში დავიწყოთ, რა ბიზნესებით ხართ დაკავებული ამ დროისთვის. ალბათ ეს იყო სამოსავალი და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულ პროექტებზე. საქართველოს ჩვენი გუნდი ჩამოვედით 2022 წელს. ჩემი სტუდენტობის და კარიერის პირველი წლების განმავლობაში მე საზღვარგარეთ მოღვაწეობდი და ვსწავლობდი. 2022 წელს ჩამოსვლისას იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი საქმიანობა უფრო უკავშირდებოდა საერთაშორისო ნავთობპროდუქტების ტრეიდინგს და წარმოებას, პროფილური აქტივი ვიპოვეთ საქართველოში. 2022 წელს ვიყიდეთ წილი კომპანია რუსთავოილის, შეუერთდით უკვე ძალიან ძლიერ გუნდს და რამოდენიმე წლის განმავლობაში შევეცადეთ, რომ ჩვენი კაპიტალი და გამოცდილება მიგვემართა ამ ინფრასტრუქტურის სრულყოფილებისკენ მიყვანის. რა არის ის კაპიტალის წყარო, რითაც იგივე რუსთავი ოილი თუ სხვა მიმართულებები განვითარდა თქვენი ჯგუფის ქვეშ საქართველოში?
ჩვენი ჰოლდინგი DMG გრუპის კაპიტალის წყარო 100% არის ბიზნესი და ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ საერთაშორისო ბაზარზე. შეგვიძლია თუ არა ჩვენ თქვათ, რომ რუსთავ ოილი იყო ის პირველი ბიზნესი, რითაც DMG ჯგუფი დაიწყო და შემდგომ ამან უკვე განვითარება ჰპოვა ჰოლდინგური სტრუქტურით. კი, შეგვიძლია რომ ესე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე რომ გამოცდილება დიდწილად ამ სფეროში გქონდა, ჩვენ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, როგორც ვახსენე, ჩვენი კაპიტალი მიმართეთ, რომ ინფრასტრუქტურა აგვეშენებინა, მას შემდეგ წარმოების რაოდენობა დაახლოებით 20 ჯერ გაიზარდა და დღეს რუსთავ ოილი უკვე ბაზრის 50%-ზე მეც ამარაგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ბიტუმის სრულიად იმპორტირებული პროდუქტი იყო საქართველოში და ჩვენ სრულად ჩავანაცვლეთ და დღეს ბაზრის 50% საქართველოში ნაწარმოებია. ბიტუმი. კი. კახი, რა ბიზნეს პროექტები და მიმართულებები განვითარდა ამასობაში ყველაზე მნიშვნელოვნად თქვენი ჰოლდინგის წიაღში? DMG ჯგუფმა რუსთავ ოილის შემდეგ უკვე დაიწყო დივერსიფიცირების გზა და სხვადასხვა სექტორებში დაიწყო კაპიტალის განთავსება საქართველოს ბაზარზე. ჩვენ დღეს უკვე წარმოდგენილები ვართ აგროსექტორში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს როგორც მიწები, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ გვაქვს მიმართულება ავტომობილების იმპორტის საქართველოში, ენერგეტიკის სფეროში ვახორციელებთ არაერთ ინვესტიციას. ჩვენთვის ყველაზე ახალი პროექტი კომპანია იმობილიარე უკვე უკავშირდება დეველოპმენტის სექტორს. გამოდის რომ ახალია, ხო, ეს მაინც? კი, დეველოპმენტი ეხლა დღეს შეიძლება არ იყოს ჩვენი პორტფელის რაღაც დიდი ნაწილი, თუმცა, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის პირადად ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაა. რას წარმოადგენს კახი დღეს იმობილიარე, ვისი დააკომპლექტეთ ეს გუნდი და რა პროექტია დღეს იმობილიარე ფოკუსირებული? იმობილიარი დღეს შეიძლება ახალი მიმართულება იყოს ჩვენთვის და ახალი კომპანია იყოს, თუმცა დაკომპლექტებული არის ძალიან გამოცდილი პროფესიონალებით, რომელსაც უმუშავიათ არა მარტო საქართველოზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ძალიან კაი სინთეზი გვაქვს ჩვენ ახალგაზრდა და გამოცდილი პროფესიონალების. მე ძალიან მოხარული ვარ და ძალიან მიხარია, რომ ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს მათთან და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ წარმატებას მივაღწევთ ერთად. მას შემდეგ რაც დეველოპმენტში გადაწყვეტეთ ინვესტირება, ალბათ შეგიძლიათ უკვე თქვათ, რა გამოარჩევს იმობილიარეს სხვა დეველოპერებისგან, ამას ინტერვიუს დროს ხშირად იყენებენ ხოლმე ესეთ მასალას. კონკურენტული უპირატესობა რა არის, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენ რა ჩადეთ იმობილიარეში. ძალიან არ მინდა რომ რაღაც ბანალური სიტყვებით დავიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ ყველაზე ხარისხიანები, ყველაზე მაგრები ვიქნებით, ამიტომ მე გამოვარჩევდი იმობილიარეს თავის ხედვაში, იმ პროექტებში, რომელსაც ჩვენ ხელს ვკიდებთ, მრავალფეროვნებაში გუნდის, რომელიც ჩვენ გვყავს, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ვიმუშაოთ და საქართველოს ბაზარს მოვარგოთ. იმობილიარეს გამოჩენა უკავშირდება თქვენი ჯგუფის პირველ საეტაპო პროექტს და ის საკმაოდ მასშტაბური გამოდგა. ეს არის კოსტავას 59, რომელიც ისეთი საკმაოდ რთული ისტორიის პროექტია, მოდი ესე ვიტყვი, ჩემგან გამომდინარე. რატომ გადაწყვიტეთ, რომ კონკრეტულად კოსტავას 59 ყოფილიყო იმობილიარეს პირველი პროექტი? დეველოპმენტში შემოსვლას ჩვენი კომპანია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და ვეძებდით სწორ პროექტს. არ გვინდოდა რომ უბრალოდ რაღაც მიწის ნაკვეთი გვეყიდა, აგვეშენებინა რაღაც რაოდენობა კვადრატული მეტრების და მერე გადავსულიყავით შემდეგ პროექტზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ მოგვეძებნა სწორი პროექტი და მოგვეძებნა ისეთი პროექტი, რომელსაც ექნებოდა ხასიათი და შევძლებდით, რომ ჩვენი ხედვა ამ პროექტში გვეჩვენებინა და
გაგვეკეთებინა ისეთი რაღაცა, რითიც მე ვიამაყებდით და იმედი გვაქვს, რომ ქალაქიც იამაყებდა. ეს შენობა, სადაც ახლა დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ჩემი აზრით, სრულიად უნიკალური შენობა არის, 1936 წელს აშენებული არის და ძალიან ბევრი შესაძლებლობას გვაძლევს და ყველაფერს უკავშირებთ ამ ისტორიას და ამ ესთეტიკას, რაც თან დაყვება ამ შენობას. შეიცვალა პროექტი, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და ის ტიპიურად სხვა გახდა. იმავდროულად ინტერნეტში აქტიურად გვხვდება ბოფილის საკმაოდ საინტერესო კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით. რა შეგვიძლია თქვათ უკვე იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კოსტავა 59 იქნება. პირველ რიგში ალბათ არქიტექტურიდან და ხედვიდან მოდის მთელი პროექტის არსი, რომელიც გაკეთებაც ჩვენ გადავწყვიტეთ. ავირჩიეთ ესპანელი არქიტექტორები, კერძოდ Bofil Studio და პირადად Pablo Bofil, რომელიც ჩართული არის 100%-ით ამ პროექტის განხორციელებაში. მართლა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმ ნამუშევარმა და იმ მიდგომამ, რომელიც შემოგთავაზა ჩვენმა ესპანელმა პარტნიორმა. 49 Costava project. კოსტავას 59 პროექტი უპირველეს ყოვლისა არსებული შენობის რეკონსტრუქცია რესტავრირებას გულისხმობს. ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა შრეებად განხორციელდა და რომელიც თავიდანვე ქალაქის ნაწილი იყო. და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაგვერღვია საქართველოში არსებული წარმოდგენა თანამედროვეობაზე, რაც ხშირად მხოლოდ მინის შენობების აგებას გულისხმობს. ანუ ისეთი პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც იდეაში მსოფლიოში ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. ამიტომ ქართული არქიტექტურის და საქართველოს ისტორიის არქეტიპების შესწავლა გაანალიზება დავიწყეთ. ქონდა შესაძლებლობა გვეთანამშრომლა ადამიანებთან, რომლებსაც საქართველოს ისტორიის შესახებ ღრმა ცოდნა ჰქონდათ და შევეცადეთ შეგვექმნა პროექტი, რომელიც თბილისს, საქართველოს ეკუთვნის და რომელიც თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნაწილი გახდება. მათმა ხედვამ კონკრეტ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა ჩვენთვის. DMG ჯგუფისთვის მით უმეტეს როცა საეტაპო პროექტს გქონავს კოსტავა 59 სახით დარწმუნებული ვარ მსოფლიოს ნებისმიერი არქიტექტურული კომპანია დიდი სიხარული წამოვიდოდა თქვენთან თანამშრომლობაზე. რატომ Bofil Studio და რატომ პირადად Pablo Bofil? ალბათ მაგაზე პასუხი არის იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც ეხლა აღწერე რა, ის როგორც უდგება პროექტს, ის როგორც შეისწავლა, ის რამხელა პატივისცემითაც არის განწყობილი საქართველოს მიმართ, ის როგორი мотиваციაც დავინახეთ ისი გუნდის თვალებში, ის რა მიდგომაც ჰქონდა თელ გუნდს, ეს იყო ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი. ძალიან ბევრ არქიტექტორს ველაპარაკეთ ევროპის და არა მარტო ევროპის მასშტაბზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც იყო აგვერჩია ის არქიტექტორი, რომელიც თბილისურ ხასიათს, ქართულ კულტურას ცემდა პატივს და აქედან გამომდინარე გააკეთებდა პროექტს და ეს აღმოჩნდა Pablo Bofil. And the first time I met Kach. როდესაც კახის პირველად შევხვდი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობის და ერთობლივი მოგზაურობის დასაწყისი იყო. ხანგრძლივი იმიტომ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც პატივს სცემს პროფესიონალებს, შემოქმედებითობას, არქიტექტურასა და დეტალებს. მას სურს, რომ ყველაფერი თავიდან ბოლომდე თავად გააკეთოს, არქიტექტურიდან და ინტერიერის დიზაინიდან დაწყებული, ავეჯით დასრულებული. ჩვენ თავიდანვე ვცდილობდით გვეთანამშრომლა სხვადასხვა ინჟინერთან, არქიტექტორთან და კონსულტანტთან, რომლებსაც პროექტში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. ჩემთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პროექტი. ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა და შესაძლებლობაა შევხვედროდი ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად ჩემი ოჯახის წევრებად იქცნენ. ამის გამო თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ. So I feel very lucky about it. კახი, თქვენ ახსენეთ ამ შენობის ისტორიის ნაწილი, მისი დაარსება, რომელიც გასული საუკუნის 36 წლით შემოიფარგლა. თვითონ შენობა ისი ნაწილი მინიმუმ, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. როგორ არის ეს დეტალები საბოლოო ჯამში გათვალისწინებული პროექტში? ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი შენობა არის ისტორიული შენობა. აქედან გამომდინარე ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ ქალაქის ისტორიულ საბჭოსთან და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ
ფასადი, რომელიც დღეს გარედან არის და ის ღირებულება, რომელსაც ეს უქმნის ქალაქს, იმდენად ღირებულია, რომ ჩვენ მას არ ვეხებით. პირიქით სარესტავრაციო სამუშაოებს გავაკეთებთ და სრულად შევინარჩუნებთ ძველ ისტორიულ ფასადს. ამ ფასადიდან გამომდინარეობს ჩვენი დანარჩენი პროექტის ესთეტიკაც. ყველანაირად შევეცადეთ, რომ ახალი კონსტრუქციას და ძველიც ყოფილიყვნენ რაღაც ჰარმონიაში და ძველი ისტორიიდან და კულტურიდან გამომდინარეობდეს ის არქიტექტურა, რომელიც მერე შევთავაზეთ ხალხს ახალ ფასადში. შეგვიძლია თუ არა დღეს გუნდთან ერთად, რომელზეც თქვენ ვისაუბრეთ, იმობილარის აღმასრულებელ გუნდზე, ვისაუბროთ პარტნიორებზე, რომელიც ამ პროექტის ირგვლივ და ამ პროექტში არიან ჩართულები, იგულისხმება სამშენებლო დიზაინერული, ჩვენ ვახსენეთ არქიტექტურული კომპანია ოფილი სტუდიოს სახით. ვინ ჩაერთო ამ პროექტის მშენებლობაში? არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია არის ჩართული ჩვენი შენობის მშენებლობაში. საინჟინრო მიმართულებას აკეთებს გერმანული უდიდესი კომპანია Werner Sobecki. SPA ჩვენ გავაკეთეთ და დაგვიპროექტა Resen SPA. სავარჯიშო დარბაზი სრულად არის დაპროექტებული Technogyms მიერ. და არაერთ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იმისთვის, რომ ყველანაირი კომფორტი შეუქმნათ ჩვენ მაცხოვრებლებს. და ჩვენ აქ შეიძლება სხვა საერთაშორისო ბრენდებიც ვიხილოთ. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ამ ეტაპზე უკვე გვაქვს მოლაპარაკება რესტორნის ოპერატორებთან, სპას ოპერატორთან, სპორტული დარბაზის ოპერატორთან და ბევრი სხვა საინტერესო სივრცე გაერთიანდება კოსტავა 59-ს პირველ სართულზე. მინდა პროექტის კომერციულ ნაწილზე გადავიდე, ხახი. დაწყებულია თუ არა უკვე ეგრეთ წოდებული წინასწარი პრისეილები, წინასწარი გაყიდვები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და როგორ აორგანიზებს იმობილარე ამას ყველაფერს. ჩვენი გაყიდვების ოფისი უკვე გახსნილია, მდებარეობს მელიქიშვილის გამზირზე და უკვე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში აქტიურ ფაზაში ვართ გაყიდვების. და ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ყავთ ყიდველები პირველი უკვე? კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესი არის და სულ 80 ბინა გვაქვს სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე. იმობილარესთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ, რომ ეს ერთის მხრივ არის ერთ-ერთი ბოლო იგულისხმება თქვენი მიმართულებებიდან, ბოლო და არა შემთხვევაში უკანასკნელი დეველოპერული მიმართულება, რომელიც შედარებით ახალი ჩამოყალიბებულია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კოსტავას 59 ეს არის დასაწყისი DMG-ს ჯგუფის ინტერესისა იმობილარეზე გავლით დეველოპერული მიმართულებით. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები დეველოპერულ სექტორში განვითარების, თუმცა ეხლა ამ ეტაპზე გვაქვს 2 პროექტი. ერთი რომელიც უკვე დაანონსებული არის კოსტავა 59, რაზეც ვილაპარაკეთ. მეორე პროექტი, რომელიც შეუერთეთ დღეს კოსტავა 59-ს არის ძველი თამბაქოს და აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია, რომელიც მომიჯნავე მიწის ნაკვეთი არის კოსტავა 59-ისგან და საცურაო აუზი ლაგუნა ვერეს ტერიტორია. ჩვენ გეგმავთ ამ პროექტის დაანონსებას წლის ბოლომდე, უკვე აქტიურ ფაზაში ვართ არქიტექტურული მიმართულებით და ეს არის ის 2 პროექტი, რომელზეც დღეს იმობილიარე კონცენტრაციას აკეთებს. თუმცა ყოველდღიურად ჩვენი გუნდი ამუშავებს არაერთ პროექტს და სულ ვართ ძიებაში შემდეგი პროექტის. კოსტავას 59-ის გარდა არის საუბარი ფაქტიურად მთელ ტერიტორიაზე, ვიდრე ლაგუნა ვერეს ჩათვლით, რაზეც უკვე თქვენი კომპანიონი არქიტექტორები ამუშავებენ ერთიან კონცეფციას, სწორად გავიგე? სწორედ ეგრე არის. კოსტავა 59-ს გახდება ერთიანი ტერიტორიის ნაწილი. ჩვენ არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს დაახლოებით უკვე 3 თვეა და წლის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ უკვე კონცეფციის დონეზე დავაანონსოთ პროექტი და იმედი გვაქვს, რომ უკვე ჩვენ ხედვას შევთავაზებთ
აქაც ესპანური კომპანია და ბოფილი სტუდიოა ჩართული. კი. რითი იქნება, რა შეგვიძლია ვთქვათ ამ მომავალ ინფრასტრუქტურაზე, რა მოცულობაზე გავდივართ გულისხმობ უკვე ტერიტორიისა, რომლის კონცეფციასაც წლის ბოლომდე წარმოადგენს იმობილარე. ჩვენ გვერდზე ტერიტორია არანაკლებ საპასუხისმგებლო არის, იქიდან გამომდინარე, რომ იქაც ისტორიული და უნიკალური შენობები არის, რომლის შენარჩუნებასაც ასევე ჩვენ გეგმავთ. ამის გარდა აუზი ლაგუნავერე, რომელიც სამწუხაროდ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში უკვე აღარ ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, დაუბრუნდება თბილისს, მეც ჩემი სენტიმენტები მაკავშირებს ამ აუზთან იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობის დიდი ნაწილი მეც მაგ აუზზე მაქვს გატარებული. ამიტომ ისტორიული შენობების შენარჩუნება და ახალი სიცოცხლის მიცემა იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი. რაც შეეხება თვითონ პროექტს, ორ ნაწილად იქნება გაყოფილი ეს პროექტი. ზედამხარე, რომელიც უკავშირდება კოსტავას ქუჩას, რომელიც გააერთიანებს კოსტავა 59-ს და 79-ს, იქნება სრულად საცხოვრებელი უძრავი ქონება, სადაც იქნება 10,000 კვადრატულ მეტრზე მეტი გამწვანება და რეკრეაცია. მანქანები არ დაიშვება ამ ტერიტორიაზე და სრულად იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის ათვისებული. ქვედა მხარე გაიყოფა ორ ნაწილად, კომერციული სივრცეები, თანამედროვე სპორტული კომპლექსი, ლაგუნავერესგან რისი გაკეთებაც გვინდა, კომერციული სივრცეები და ბიზნეს ცენტრი, რომელიც უკვე შედარებით ახლოს იქნება გმირთა მოედანთან. ანუ ნასყიდობა შემდგარია, ეს ყველაფერი იმობილარეს ქვეშ არის და დაახლოებით ჯამში კოსტავას 59 და კოსტავას 69, ანუ რასაც ვეძახით ძველი აბრეშუმის და თამბაქოს გარყნიდან ვიდრე ლაგუნავერემ. რა მოცულობის ინვესტიციებს უყურებს, რომელიც DMG-სგან და იმობილარესგან იქნება მობილიზებული ამ პროექტის განსახორციელებლად. კოსტავა 59 ჩვენი აქტიური პროექტი დღეს შეკრული დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიციას მოითხოვს. რაც შეეხება კოსტავა 79-ს, დასრულების შემდეგ მისი ჯამური ღირებულება $1 მილიარდ გასცდება. მიუხედავად იმისა, რომ კონცეფტს ბოლო შტრიხები დასრულებული არ არის და ჯერ კიდევ მუშაობენ მასზე პროფესიონალები, იმის თქმა დაზუსტებით შეიძლება, რომ ლაგუნა აღდგება. კი, აუცილებლად აღდგება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რომ სენტიმენტები მაკავშირებს მე მაგ ტერიტორიასთან და მაგ აუზთან და აქედან გამომდინარე შემიძლია რომ შევპირდე ქალაქს, რომ ლაგუნავერე აუცილებლად აღდგება. მე როგორც საბოლოო ჯამში რეზუმირების სახით რომ გავაკეთოთ, არის საუბარი, რომ იმობილარესთვის ეს პროექტები, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია და ჯამურად არის საუბარი $1 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტირებაზე, არის მხოლოდ დასაწყისი MG ჯგუფისთვის, რომელიც დეველოპმენტში კიდევ განიხილავს სხვადასხვა პროექტებს, მაგრამ ამაზე ცალკე მინდის მუშაობა. სწორად გავიგე ხო ყველაფერი? რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე 100% კონცენტრირებულები ვართ იმ ორ პროექტზე, რომელიც აქტიურ ფაზაში გვაქვს, თუმცა ყოველდღიურად ჩვენი კომპანია ამუშავებს არაერთ შემოთავაზებას და სულ ვცდილობთ, რომ განვითარდეთ და მეტი და მეტი პროექტები გავაკეთოთ. კახი, იმობილარეს ამბიციები იფარება დედაქალაქით თუ ის გავა საქართველოს დედაქალაქის ფარგლებს გარეთ? ძალიან გვინდა, რომ დედაქალაქის გარეთაც გავიდეთ. პირველ რიგში ამ ეტაპზე ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ თბილისზე, თუმცა 5 წლის პერსპექტივაში უკვე უყურებთ, რომ პოტენციურად საქართველოს მასშტაბითაც გვინდა, რომ გაიზარდოს ჩვენი კომპანია. კოსტავა 59 იქნება თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის სწორი სინთეზი, რაც გააერთიანებს ყველანაირ თანამედროვე კომფორტს და შეუქმნის ყველანაირ კომფორტს მაცხოვრებელს. ჩვენ გვინდა, რომ არა მარტო კვადრატული მეტრები გავყიდოთ, არამედ გამოცდილება. ეს გამოცდილება დგება პირველი სართულიდან და იმ ინფრასტრუქტურიდან, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენ მაცხოვრებელს.
მუშაობს. იმობილიარე ჩვენთვის შეიძლება არ იყოს ყველაზე მასშტაბური პროექტი და ჩვენ პორტფელში არ იყოს კაპიტალის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ჩემთვის პირადად იმობილიარე ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაა. ვიღებთ მონაწილეობას თანამედროვე თბილისის ურბანულ განვითარებაში, რაც თავისთავად ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.